შემოგვერთდა ვარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკირი. დილამშვიდობის მამა დავით დაგუოც. დილამშვიდობის ჩვენი გეწერით. გმადლობთ რომ მიღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის და კარგად მოიხსენება რომ ყოველ პარასკევს ჩვენ მიმოვიხილავთ სახარების ამა თუ იმ თავს შევახსენებთ თუ რას მოისმენს, რას წაიკითხავს და რას გაუზიარებს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კვირას წირვაზე მის უმრევლს. სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ თუ რომელი თავი წაიკითხება და რას მოიცავს შინაარსობრივად მანამდე მინდა რომ ორი სიტყვით თქვათ წმინდა ანთიმოზ ივერიელზე მღვდელმოწამეზე გილოცავთ მის ხსენების დღეს. თუ ვინ იყო და რა ღვაწლი აქვს მას? არა მხოლოდ ქართველებისთვის არის იგი მნიშვნელოვანი, არამედ რუმინელებისთვისაც როგორც სულიერ თვალსაზრისით, ასევე კულტურული კუთხით. და ორი სიტყვით თუ არის საშუალება რომ თქვათ მის შესახებ. კეთილი. მოგესალმებით თქვენ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. დღევანდელ დღეს მთელ მართლმადიდებელ სამყაროს მიულოცავ განსაკუთრებით ჩვენ ერს და ჩვენ მეგობარ რუმინელ ერს. ანთიმოზ ივერიელის ცხოვრება არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია იპოვოს ღმერთი და ყველგან ღმერთით იცხოვროთ, როგორც პავლე მოციქული ბრძანეს. სადიდებლად ღვთისა იქმოდეთ თუ რასაც იქმოდეთ. ამიტომ ჩვენ ყველგან და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან უნდა გამოვიყენოთ მდგომარეობა ცხონებისათვის. ეს არის ქრისტიანის უპირველესი დანიშნულება, ვალდებულება და მოვალეობა. ეს მე-17 საუკუნის შუა წლები, როდესაც არაერთი საუკუნე საქართველოში აუბედოდი ჟამი არის და ანდრია, რომელიც ცხოვრობს სამცხე ჯავახეთში, საქართველოს საზღვრისპირა სოფელში დაიბადა, სოფელ უდეში და 24 წლის ასაკში ეს წერს ისტორიკოსი მისი, სადღაც ფაქტობრივად სიჭაბუკის ასაკში იქნა გატაცებული საქართველო და როგორც საუკუნეების განმავლობაში უამრავი ყრმა, მოზარდი, ახალგაზრდა ჭაბუკი ესე გააყავდათ საქართველოდან და ამ შემთხვევაში მონათა ბაზარზე გაიყიდა სტამბულში. მაგრამ ნახეთ ღვთისგანგება როგორ აღესრულება ამ შემთხვევაში ანდრიაზე, რომელიც საქართველოში იდგავდა ფეს ღვთისიყვარულისა და კაცმოყვარებისა და ასევე სამშობლოს სიყვარულისა. ღვთისმოყვარული არ არის მარტო ლოცვების კითხვა. ღვთისმოყვარული არ არის მარტო თურმე მონათლა, არამედ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, საქმე მაშინ მან გამოგაჩინო შენ. როგორია ფსიქოლოგიურად ადამიანი 25 წლის ასაკში მოგტაცონ საკუთარ სოფელს, კუთხეს, ქვეყანას, ერს, მშობლებს, ნათესავებს და როგორი გულგატეხილი და დაღონებული უნდა იყო. ან საერთოდ როგორ უნდა მოხვიდე იმის განწყობაზე, რომ ისევ ფეხზე დადგეს სულიერად და მტკიცედ. მაგრამ ნახეთ, იერუსალიმის პატრიარქიო დოსითეოზიო შეიძენსო მას სტამბულის ბაზარზე და წაიყვანს მასთან. და მრავალი 10 წლის განმავლობაში 20 წელზე მეტი მასთან ერთად მოღვაწეობდა და ძალიან მოკლედ შევეხები, რომ რა დაისახა წმინდა ანთიმოზმა, რომელსაც ანთიმოზი ეწოდა უკვე ერისკაცობიდან ანდრიაში და კურთხევისას ანთიმოზი, დაისახა მიზნად, რომ ემსახუროს პირველ რიგში საკუთარ სულს ცხონებისათვის და საკუთარი სულის ცხონება მან განმარტებობით კი არა, ამეთ საქმედ გამოაჩინა, მოღვაწეობით და ემსახურა დედა ეკლესიას. ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურა, მაგრამ ემსახურა სხვა ქვეყანაში, სხვა სახელმწიფოში. და პირველი, რაც ის ესე რომ ვთქვათ, მისი მოღვაწეობაში ყველაზე მთავარი არის ხაზგასასმელი, ეს არის სწავლება. მან მიიღო როგორც ესე რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი სწავლა, ასევე სულიერი განსწავლობა, ანუ განათლება და დაარსა სტამბა. აი რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომ შემეცნებას მოკიდოს ხელი. ჯერ საერო შემეცნებას როგორც მინიმუმ და საჭიროა და აუცილებელი და შემდგომ აუცილებლად სულიერ განათლებას. როგორც სული და სხეული ერთად არის სიცოცხლე და ცალკე არც ერთი ამ სამყაროში. და შემდგომ ამისა მან თარგმნა ძველ ბერძნულიდან ახალ ბერძნულად წმინდა წერილი, ასევე თარგმნა რუმინელთათვის ყველაზე მთავარი საღვთისმსახურო წიგნები რუმინულ ენაზე და დაუფასა ეს როგორც უფალმა, ასევე თვითონ რუმინელმა ხალხმა. და ნახეთ, როდესაც მან სტამბა დაარსაო, რამოდენიმე წლის მერე გადაიყვანეს სხვა ოლქში, ანუ სხვა კუთხეში, სხვა ეპარქიაში. იქაც პირველი რაცაც აკეთებს, სტამბას აარსებს. გადის რამოდენიმე 10 წელი ისევ სხვა ეპარქიაში გადაყავდა, იქაც სტამბას აარსებს. ნახეთ,
ის უდიდესი არამედ სულიერი მოღვაწე იყო, არამედ მეცნიერი, ანუ განსწავლული ადამიანი, მრავალი ენის მცოდნე, ესე რომ ვთქვათ, მაგალითი იმისა, რომ აი რაც შეგიძლია უნდა გამოავლინო. რამე თუ ეს მადლიდან ეჭი, რომელზეც ნათქვამი არ სახარებაში უსაწყლოდ მიგიღებიეს და უსაწყლოდ გასცემდით. და დაუფასა ეს რუმინელმა ხალხმა მას, რუმინეთის ეკლესიამ დაუფასა და არ დაუკარგა უფალმან. და ნათელი ბნელსა შინა ჩანს. აი თითქოს იმ გაჭირებულ დროს, როდესაც ყავდა მას ერს ქვეყანას პატრიარქი, მაგრამ ის ქვეყანას დააჯილდოვა უფალმან სხვა ქვეყნად, როგორც ჩვენთვის იყო ანდრია საქართველოსთვის, ეს ანდრია, ქართველი ანდრია, როგორც ანთიმოზი გახდა რუმინელთათვის. ძალიან ესეთი ესე რომ ვთქვათ, სამაგალითო და მისაბაძი პიროვნება და შემდგომ წმინდა. სამართლიანობისადმი დამოკიდებულებაც გამოსარჩევია, ასე ვთქვათ, და ეს შეუპოვარი ხასიათი. პირველად ეძიებდა სასופველო საღვთის და სიმართლესა მისა. უმართებულოდ და უსამართლოდ ადამიანი დედამიწაზე ვერ დაიკვირდეს კანონიკურ სამართალს და არამც თუ საღვთო ზეციურ სამართალს მიიღებს. მაგრამ იქაც ბოლოს მისული საცხონებლად კიდე გვირგვინად იქაც არ მოასვენეს და ისევ ავსტრია-თურქეთის ომის დროს როგორც მან ცალსახად დაიჭირა სიმართლის მხარე, ისევ შეპყრობილი იქნა თურქთაგან და განწესებული იქნა წმინდა ეკატერინეს მონასტრის შინას მთაზე, რომელიც მას იმ უბედური შემთხვევის გამო ადამიანთაგან ტანჯვისგან არ დასცალდა, რომ იქ ჩაეღწია და იქ მოღვაწეობა გაეგზელებინა და ვიცით მისი ცხოვრების აღსასრული. და გამოყოფ კიდევ ერთხელ ჩვენი ორი ერის ისტორიულ მნიშვნელობას, როდესაც საქართველოს 91 წელს 9 აპრილს დამოუკიდებლობა მივიღეთ საქართველოს სახელმწიფოებრიოდ გამოცხადდა. პირველი იყო რუმინეთის სახელმწიფო, ვინც რამოდენიმე თვეში აგვისტოს თვეში იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. და ეს ორ ერს შორის გახდა ხიდი და ურთიერთობა იმისათვის, რომ ადამიანი უნდა უყვარდეს და პატივცემდეს მას. და მით უმეტეს, როდესაც ორივე ერი ემსახურება ერთ გზას, რომელიც მიდის უფალთან და გვიზღოდეს წინ წმინდა ანთიმოზი ვერიელი ჩვენ ორ ერს და ყველას, ვინც მას აღიარებს და ისთვის წმინდანი არის და მებრძოლს მას. დიდი მადლობა. მამდავით, რაც შეეხება უშუალოდ სახარებას, თუ რომელ თავს მოისმენს სახარების რომელ თავს კვირას წირვაზე მისული მრევლი. კეთილი. და შემდგომ უკვე განმარტოთ. კეთილი. კვირას დედა ეკლესიაში მართლმადიდებლურ სამყაროში იქადაგება მათე მახარებლის სახარება, განვიხილავთ მერვე თავის მეხუთე მე-13 მუხლებს და სადაც აღწერილია და მოთხრობილია მაცხოვრის საზოგადო მსახურების აღსრულებული უამრავ სასწაულთაგან, სწავლა-მოძღვრებასთან და ასევე საჩვენებლად მაგალითი მარტო კი არ ქადაგებდა მაცხოვარი, არამედ აჩვენებდა ადამიანებს, როგორ უნდა ებრძოლოს სოდვას და როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი, როგორ უნდა ემსახურებოდეს ადამიანი ადამიანს. ამ შემთხვევაში მოცეული გვაქვს, როდესაც კაპერნაუმში მიბრძანდება მაცხოვარი და ესე წერია სახარებაში, წმინდა წერილში, რომ მოუხტავო მას ვინმე ერთი ასის თავიო და ებედრებოდა და ეტყოდა მას, რომ უფალო მონაი ჩემი სახლსა შინა დაცემულა არსო და ფრიად იგვემების. ეხლა ვინ არის ასისთავი და ვინ არის საერთოდ რომაელი და ვინები არიან რომაელები იმ დროის იუდეველთათვის. როგორც დამკრობელი ერი ამ შემთხვევაში მოძულე იუდეველთათვის, რადგანაც მაინც ესე რომ ვთქვათ არ არის სასურველი სხვა ქვეყნის დამკრობელი შემოდის შენ ქვეყანაში და მისი მართლობით ამყარებს წესრიგს, თუმცა ნახეთ ნებისმიერი ადამიანი ამ სამყაროში ღვთის ხადად არის შექმნილი და შეიძლება სახელმწიფოს მეთაურის კონდეს ეს მიდრეკილება დამკრობლობისა, მაგრამ ამ ერში იყვნენ ისეთი უამრავი ადამიანები, როგორიც არის ამ შემთხვევაში ეს ასისთავი. ასისთავი არის ერთ-ერთი მაღალი წოდება. ასისთავ შეეძლო მხოლოდ ბრძანება გაესა და მაცხოვარი მასთან მieყვანეთ. ან თუნდაც თხოვნით შეეთვალა მისთვის, რომ მასთან მოსულიყო. მაგრამ რას გვასწავლის ასისთავი? ასისთავი, რომელიც სხვა ღმერთის, უსხო ღმერთებით აყვარიმცემელია, თუნდაც წარმართი, მაგრამ მის სულში არის კასტმოყვარება, ზრუნველობა, თავდაბლობა და უბრალოება. როგორი მამხილებელია ეხლა ეს ჩვენთვის, თუნდაც მართლმადიდებლებისთვის. ჩვენ თუ აი ამ გზაზე ქრისტეთი მივდივართ, ვართ კი იმ სათნოებებში ასისთავის მსგავსნი. თუ მარტო ის გვეყოფა, რომ მე მონათრული ვარ და ის მოუნათლავია. ეს არის ძალიან ხაზგასაცმელად დასაფიქრებელი. და მასთან მიდის და ნახეთ და ევედრება მას. კი არ თხოვს,
ნახეთ, თხოვნითი ფორმა, როცა ადამიანი თხოვნით მიმართავს, მაგრამ თხოვნის გაორმაგებას, რჩობს, ძალიან რო გინდა, უკვე გადადიხარ ვედრებაში. და ევედრება მას. საინტერესოა, რა ჭირს ამ ასისტავს ასეთი, რომ მაცხოვართან მივიდა, თავი დაიმდაბლა და ევედრება, რაღაც პიროვნული პრობლემა გან მის ოჯახში. საერთოდაც არა. ერთ-ერთი მონა არის უძრულებაში. ისეთ უძრულებაში, რომ მოწყვეტილი ადამიანი, დავრდომელია, ანუ ესე რომ ვთქვათ, დაცემულია, დამბლადაცემულია და ფრიად იგويمების, ანუ ძალიან ძლიერი ტკივილები აწუხებს წუხელთან ერთად. სხვისთვის ევედრება. აი ქრისტიანული კაცთმოყვარება, სხვათათვის ღვაწლი. როგორც მაცხოვარი ჯვარცმისას გევედრები მამას როგორ მიმართავს, აპატიე რამე თუ არ აიციან აცა იქ მისთვის ევედრება. და ეს დამაფიქრებელია. და თხოვს მაცხოვარს ევედრება რომ ის განკურნოს. ამის მნელი მაცხოვარი პირდაპირ თანხმობაზე მოდის ეუბნება მე მოვალ, მივიდე და განკურნო იგი. ლოგიკურად ისმის შეკითხვა რომ ადამიანი მატერიაში რომელიცაც ჭირს, უნდა მივიდეს და განკურნოს, უექიმოს, უწამლოს. მაგრამ ნახეთ, რას პასუხობს ასისთავი, რომ მე არა ვარო იმისი ღირსი, რომ ჩემ სახლში შემოხვიდე. მეცო კაცი ვარო, თანამდებობის პირი, თითქოს მაცხოვარმა ეს არ უცოდა, მაგრამ ხალხთა გასაგონად, რომ მეც ყავსო ჩემი მორჩილები, რომელსაც უბრძანებო ქმნენ ესე და ქმნის, მოვიდეს, წარვიდეს და ასე შემდგომ. მაგრამ პიროვნულად მე არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემთან მოხვიდე. არა და როგორი დიდება და პატივი იყო ასისთავისთვის ესეთი ადამიანის სახში მობრძანება და მოსვლა. როგორც პიროვნულად რო ვთქვათ, თუ ვინმე ცნობილი ადამიანი და სახში გესტუმრება, როგორი სასიხარულოა. რაც არ უნდა თანამდებობის პირი იყო, უფრო დიდი პატივია, მაგრამ სახში მოსვლას არ თხოვს. არამედ სიტყვით ხოლოს თქვ. სიმდაბლის სიმაღლე ხო გვაჩვენა ასისთავმა, როგორ დაიმდაბლა თავი და როგორი უბრალო ყოფილა. უმთავრესი სათნოება სულიერ ცხოვრებაში, უბრალოება და თავდაბლობა. და ეხლა გვაჩვენებს რწმენის სიმაღლეს. სიტყვა ხოლოს თქვიო. როგორ შეკითხვა ისმის, თუ ადამიანი უძრულებაშია, მას მინიმუმ მატერიალური წამალი სჭირდება, ეს ბალახეული იქნება მე. თან რომელსა პირველ საუკუნეში, როდესაც არ იყო ეს მედიცინა ესე განვითარებული და მცენარეულობით კურნავდნენ. მაგრამ ნახეთ, განკაცებული ღმერთი, რომელმაც იმ მცენარეს მიანიჭა განკურნების საშუალება, ეს ჯერადაც წამს ამ ასისტავს, რომ მის სიტყვას იგივე ძალა და მადლი აქვს, რომ მას არ ჭირდება იქ მისვლა, კი შეიძლება ის უღირსად გზნობს თავს, ესე რომ ვთქვა და ამას განიცდის, მაგრამ ექიმი ხო აუცილებლად უნდა მივიდეს, არა. არის ამბობს ეს მე ესე მჯერა და მე ესე მწამს, მხოლოდ თქვი, ამისთვის მოვედი იქიდან. ხომ შემოეთვალა უფალო, აი ჩემი ერთ-ერთი მონა ცუდად არის და ხო, იქ თქვი და განიკურნება, მაგრამ არა, მან ღვაწლი. ნახე, თვიავისი მოშურნეობა თავისი სულიერი გაზრდისთვის გამოხატა იმით, რომ მან ღვაწლი გასწია რაღაც პერიოდი, რაღაც მანძილი, რაღაც დრო დათმო იმისათვის, ანუ ეს საქმე გამოავლინა, თავისი სარწმუნოება მან საქმედ გამოავლინა და აჩვენა მაცხოვარს. თავი დაემდაბლა, ეწვია თავად უფალს და თან გარდა იმისა, რომ არ მოიხმო თავისთან, რამხელა ის გამოავლინა რწმენა ხომ თავისთავად, რომ მხოლოდ თქვი უფალო. ამაზე დიდი რწმენა რა. როგორ უნდა გქონდეს ეს? გამოხატოთ ასე ვთქვათ. დიახ და ასე მიმართავს მაცხოვარი. გახედავ და გაუკვირდა უფალს განა რა უნდა უკვირდეს. უბრალოდ უფალი ამბობს, რომ ეს არის საკვირველი, რომ ესოდენი სარწმუნოებაო, ისრაელს ანუ თქვენ შორის ვერ პოვეო. იქ სადაც მე განკაცდი, იქ სადაც ეს ერი, რომელიც გახდა ამისი ხვედრი, რომ მაცხოვარია განკაცებულიყო, იქ სადაც მაცხოვარი დადიოდა, ქადაგებდა, ასწავლიდა, მოუწოდებდა, ამ რწმენის სიმაღლე აქ ვერ იპოვა. და იპოვა იქ სადაც ჯერ არ მისულა საქადაგებლად და სასწავლებლად. ხედავთ აი მადლი რა შვება ადამიანს, რომ როგორც თილობს გონიერი ადამიანი ღვთის ხატება თავში გაზარდოს და გამოავლინოს მე ღვთის მსგავსებაში. მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ არ იცის ჭეშმარიტი სარწმუნოება რომელია. ხედავთ, ყველაზე დიდი სარწმუნოება ადამიანში არის საფრთხო სამართალი. აი ამას მიყვარხარ მე უფალთან. ანუ ამ პიროვნებმა ჯერ არ იცის ვინ არის უფალი, რომ განკაცებული ღმერთია. იცის რომ ეს ადამიანი არის ვის სიტყვასაც აქვს ისეთი ძალა, რომელსაც ისმენს უფალი. ამიტომ მივიდა მასთან. მისი რწმენიდან გამომდინარე და ასე მიმართავს და ამხელს და გვამხელ ჩვენს, რომ თქვენ ადამიანებო, თქვენთან რომ მოვედი, შეხედეთ იმას
და ნახეთ რა შეუნება მრავალი მზის აღმოსავალი და დასავალითო მოვიდოდიან და ინახი იდგმიდან აბრაამისათანა და ისააკისათანა სასუფეველსა ღვთისასა ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხნებნელსა მას გარესხნელსა სადაც იყოს ტირილი და ხრჭენა იკბილთა ნახეთ რა სამოს პირდაპირ არ ეუბნება რომ მრავალი წარმართი მაგრამ თქვენ თუ გონიათ რომ მზესთან ხართ მრავალი მზის აღმოსავალი და დასავალით ანუ შუა დღეს აღმოსავლეთი და დასავლეთი ორივე ძალიან შორს არის ისედაც ორივე დაშორებული ერთმანეთს მრავალი ადამიანი რომელთანაც ჯერ არ არის ეს სიტყვა მისული მოვლენ ანუ წარმართობიდან მოვლენ და აქ დაიმკვიდრებენ სადაც არის მზე აბრაამის წიაღში სასუფეველში და ის ვინც სასუფეველის ძენი არიან ანუ თქვენ სადაც ახლა მე მქადაგებთ და მოგმართავს დღეს ჩვენ რომ შემართმენებული ეკლესიის წიაღში ხარ ნათლობით მხოლოდ ეკლესიის წევრობა და ეს აუცილებელი პირობაა ცხონების უმთავრესი საშუალება რომ ჯერ მონათრული იყო ეს თურმე არ კმარა რომ იქიდან მოსული აგ დაიმკვიდრებენ თავიანთი სინანული და თავიანთი ღვაწლით ხოლო ვინც აქ არიან მხოლოდ ნათლობით თუ ამას სარწმუნოებას თავის საქმეებით არ გაზრდიან არ ანაყოფიერებენ ამ შემთხვევაში ისინი განითხნებიანო და სადაც იქნება ხრჭენა იკბილთა. იუდიაში იყო ესეთი ტრადიცია, იქ ძალიან ცხელა როგორც კლიმატი არის ესეთი და საღამოს გრილოდა და პურობა და სერობა იყო ღამით. და ძალიან ციოდა, ჯერ გრილოდა და საღამო ძალიან ციოდა და ის ვიცერობაზე უდიერად მოიქცეოდა, ანუ თავის ტრაპეზს ან ღრეობაში ან უპატივცემლობაში გამოხატავდა და მასო სუფრას დაატოვებინებდნენ. ანუ ამ სერობაზე გარეთ გააძევებდნენ, სადაც მართლა განიცდიდა სიცივეს, ტიროდა და ფიზიკურად განიცდიდა აი ამ სიცივეს და გამოხატავდა ამას წუხარები დარდით. ესე იქნებაო მაცხვარი ამბობს, როდესაც იქნება კაცობრიობის განკითხვა, ასე რომ გავლე მოგციგული ბრძანებს რომ ნუ მაღლობ თუ არამედ გეშინოდეთო იმისა რომ რტონი იგიო ზეთისხილისანიო გარდატყდესო და ახალი დაემყოსო მას და თუ თქვენ ხართო ახალი ისრაელიო ახალი ღვთისმხილველიერიო გაუფრთხილდითო მას რამე თუ ბუნებითო რომელიც იყო ისრაელიო სადაც მას ხვარი განგაცდაო იმუდიაში თუ იმათმა თქვენს რომ აღიღე და ჯვარსეც უეგუ და გარდატყდეს მაშინო არც შენ იქნები დანდობილი თუ აი ამ დამყნობილობას ვერ შეინარჩუნებ და ეს არის დღეს უკვე საფრთხილებელი ჩვენთვის როგორ უნდა უფრთხილდებოდეს ამ ჩვენ მართლმადიდებლ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ბოლოს ისმის ესეთი შეკითხვა ეს ასისთავმა მოჩვენებით ხომ არ გააკეთა ხო არ შეიძლება ეს რაღაცისთვის ჭირდებოდა ან ვიღაცის ან თუნდაც მაცხოვარი გაეცნო ან საზოგადოებაში რაღაც წარმოეჩინა თავი რომ არა მარტო მე ასისთავი ვარ არამედ აგერ როგორი მორწმუნე ადამიანი ვარ ან როგორ პატივცემ ამ პიროვნებას ნახეთ ბოლოს როგორ მთავრდება დღევანდელი სახარება მაცხოვრმა კი არ უთხრა კაი განეკურნებაო წადი და ვითარცა რწმენა გეყავნ შენ არის საზოგადოებას მიმართა და ასწავლა თქვენც ნახეთ თუ ის ადამიანი განიკურნება აი ამ პიროვნების ასისთავის რწმენისაებრ განიკურნება თორე მე კი შეიძლება მისი განიკურნება მაგრამ თუ ეს ადამიანი გულსმელი არ იყო თავის საუბარში და დამოკიდებულებაში ჩემთან მომართ მაგ შემთხვევაში ეს ადამიანი რა თქმა უნდა არ განიკურნებოდა და სახარება მე ეს გრძელდება რომ მეხსეულად როგორც წამის ნების ყოფით ეს ადამიანი განიკურნა რამე თუ სანამ დაბრუნდაო ეს ასისთავიო მას შემხედრებიო მოეგებნენო და მისი განკურნების ამბავი ახარეს აი როგორი რწმენა გვჭირდება რომ უფლის განგებულება სამართლად როგორც ყოველთვის ახსულდეს და აი ამ რწმენას სჭირდება სწავლება გაღვივება და სათნოებების მოპოვება ასისთავი გვასწავლის და ჩვენ თუ ასეც გავისგან ამას ვისწავლის რაოდენჯერ ვისწავლით ახლა თუნდაც დღევანდელი ხსენების წმინდანებისგან და მე პარალელები რო გავავლოთ მამდავით ასისთავი რომელმაც არ იცოდა დანამდვილებით ვინ იყო ხომ მის წინ მდგომი მაგრამ შეეროდა მისი ძალის ასე ვთქვათ ხო რომ ის იყო ის ადამიანი რომელსაც შეეძლო ამ ყველაფრის აღსრულება ასე ვთქვათ და დღევანდელი თანამედროვე ადამიანი რომლისთვისაც ხელის გულზე არის ყველაფერი გადაშლილი აბსოლუტურად სწავლებანი, სახარება, ყველაფერს შეგვიძლია თავისთავად, რომ თუნდაც ელემენტარულად მობილური ავიღოთ, წავიკითხოთ. არ არის აუცილებელი ბიბლიოთეკას ვესტუმროთ და ასე შემდეგ, ხო? უმარტივესად შეგვიძლია გავეცნოთ ინფორმაციას. ძალიან მრავალი ტაძარი არის, მრავალი მოძღვარი არის, არც ერთი არ დაიზარებს იმას, რომ ინფორმაცია გაგიზიაროს, ვთქვათ, დაგარიგოს, რჩევა მოგცეს თუ რამე არ გესმის, მოგცეს ცოდნა შესაბამისი და განგიმარტოს, ხო? რატომ ველით თითქოს ასისთავი, რომელმაც
არ იცოდა მაშინ ვინ იყო მის წინაშე და მაინც ამხელა რწმენა გამოავლინა და მხოლოდ სიტყვა თქვიეუბნება ხომ და ჩვენ რომელსაც ეს ყველაფერი ესე ხელის გულზე გვაქვს და ყველაფერი კარგად ვიცით ვინ არის უფალი რის შემძლია ის რომ ძალათ არავის არაფერს არ ახლავს თავის თავად და ელოდება იმას ჩვენ გულთან არის ყოველთვის და თავარია ჩვენ გავუყოთ ხომ ეს გული რატომ ველოდებით ხოლმე მაინც და მაინც რაღაც სასწაულებს რომ აი ეს სასწაული თუ არ მოხდა თითქოს რწმენა ისე ყარად არ არის ჩვენში ხომ ფესვგადგმული რას უკავშირებთ ამ ყველაფერს ვამატებთ კეთილი თავი და თავი არის ყველაზე მთავარი პირველი შეკითხვით დავიწყებ რომ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რამდენადაც იცის და ჯერა რომ ის სხეულისგან არს და მის სხეულზე ზრუნავს და საჭიროებებზე ასევე რომ მის სხეულში არის სული და სული რო არის უმთავრესი და იმ სულსაც რო ჭირდება კვება და ზრუნვა ამით უნდა მიხვიდე უფალთან და თუ შენ თავში არ გჯერა რომ შენ გარდაცვალების შემდგომ შენი სული წარდგება ღვთის წინაშე მაშინ უკვე მატერიაში ცხოვრობ და მატერიალურად ზრუნავ ამაზე დავით მეფსალმონი ამბობს რომ კაცი მხოლოდ არსებობს და ჩვენ ამ ყოფობიდან არსებობაშივე უნდა დავიწყოთ სიცოცხლე ანუ სხეულთან ერთად სულზე ზრუნვა და როგორც კი გააცნობიერებ რომ სული უფრო მარადიულია სული უფრო უპირატესია და ეს სხეული მხოლოდ სულისთვის გვეკუთვნის ამ შემთხვევაში უკვე იწყებ სულის აწესები სად არის და მე უკვე მიდიხარ უფალთან ნახეთ თუ სათნოების მომუშაკებას ადამიანი არ დაიწყებს ჩვენ ხო ვცდილობთ რომ მოვუარო ჩვენი სხეულის ნაწილებს ჩვენ ხო ვცდილობთ დავალაგოთ ჩვენი სახლის ყველა ოთახი ჩვენ ხო ვცდილობთ რომ ყველაფერი იყოს წესრიგში მისაღები შემოსასვლელი სამზარეულო და ასე შემდგომ ესე უნდა იყოს ადამიანის სათნოებები ნახეთ ასისთავი როგორ გამოხატავს მზრუნველობას ის მასზე ვინც მას ექვემდებარება გაუშვებთ და სხვას მოიყვანდა ჩვენ როგორ უნდა გავაცნობიეროთ რომ ჩვენზე დაქვემდებარებულ ადამიანებს უნდა ვიზრუნოთ განათლებაში ამგზდელი პედაგოგი სასწავლო ნაწილის გამგე სკოლის დირექტორი და განათლება და მინისტრი და ასე შემდგომ სამღვდელოებაში როგორ გმართებს რომ მღვდელმა იზრუნოს მის სულიერ შვილებზე ხო ოჯახზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ სულიერ შვილებზე მის სამწყოზე და მის თანაშემწეზე დიაკვანზე რომელიც ქრისტეს მიერად ერთად მსახურობენ მე ამ მღვდლებს ხავს ტაძრის წინამძღვარი როგორ უნდა იზრუნოს მან თავის სამწყოზე და ქრისტიანულ საძმოზე ყველას მოგეთხოვება ღვთის წინაშე. მე ამ ტაძრის წინამძღვრებს ყავს მღვდელმთავარი ეპარქიისა. როგორ მოეთხოვება მას ზრუნვა, საქმის, სწავლი, როგორც ასისთავი მინიმუმ და მე უპირატესი ჩვენი უწმინდესი. ეს არის ყველა ქვეყანაში. ეს არის პირობითად მედიცინაში. ხო არის ექთანი, ექიმი, მთავარი ექიმი და ასე შემდგომ. იმიტომ რომ შენ ეს მოგეცა და ნებისმიერი ნივთი რომელიც თქვენ ბრძანეთ, ხო? ჩვენ ხო უგლით საკუთარ მაგალითად მობილურებს. უგლით ძვირფასია, არ გაგვიტყდეს, არ გვაგიფუჭდეს, ასევე ნებისმიერი ნივთი. და ის თუ ნივთი რომელიც წარმოვალია და მატერიალურია, ჩანაცვლებადია და ესე რომ ვთქვათ, აღდგინებადია, ამაზე თუ ზრუნავს ადამიანი, როგორ უნდა იზრუნოს იმ მარადიულზე, რომელსაც ვერაზოს ვერაფერი ვერ შეცვლის და უცვალებელია. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მისი გამშვენება. და ეს რომ გავამშვენო, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას ვამშვენებთ. და მე უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ამის წყარო. მე უნდა ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, განსწავლულობა. როგორ უნდა გავამშვენოთ? ჩვენ ხომ ვისწავლეთ შემეცნება, თუნდაც კითხვა. თუნდაც რაღაც პირობითად მედიცინის მიმართულებით, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და ასე შემდგომ. ჩვენ ხო ვისწავლეთ პირობითად ჩვენი სხეულის ჯანმრთელობის რომელი საკვებია კარგი, თავისი შემადგენლობით. ეხლა უნდა ვისწავლოთ ჩვენი სულისათვის, რომელი ვიტამინები გვჭირდება, რომელი მაცხოვნებელი და რომელი მარადიული. და რა არის საშუალებები იმისა, რომ ჩვენი სხეულიდან რომ დაავადება განვდევნოთ, ამას ჭირდება სწორი კვება, ძილი და ასე შემდგომ. ეხლა ჩვენი სხეულიდან და ჩვენი სულიდან ის ცოდვითი მიდრეკილებები რომ განვდევნოთ, ამას რა მკურნალობა ჭირდება და სწორედ როგორ თქვენ ბრძანეთ, ხო? აუცილებლად უნდა მოვიძიოთ უფალო. მე შევიცანი ჩემი სული. მე შენ შესახებ რაღაცები წავიკითხე, მოვისმინე და ეხლა შენთან მინდა. და უნდა ილოცოს ადამიანმა აუცილებლად და უპირობოდ რომ უფალო შემახვედრე. გამომიგზავნე ისეთი მოძღვარი, რომელიც შენთან მომიყვანს. რომელიც შენთან მოყვანაში დამეხმარება, რომელსაც მე ჩემს ცხოვრების წესს დაუმორჩილებ. დაუმონება რა, დაუმორჩილებ. ჩვენ ხო ექიმთან მივდივარ და ძალიან მგვიყვარ ჩვენი სხეული და ვეუბნები და ოღონდ ჩვენ მიშველი ექიმო. ახლა ჩემს სხეულს განდობ. ესე უნდა ადამიანმა მოიძიოს, აირჩიოს. თვალმა შეიძლება მოგატყუოს, ყურმა შეიძლება მოგხიბლოს. გული ვისთანაც გაგიწევს, იმასთან უნდა მიხვიდე. ამიტომ უნდა ეძიებდე გული ვისთანაც გაგიწევს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამოთხე არა გარდაცვალების შემდგომ, არამედ სწორედ აქ ყოფობით იწყება. თუ როგორ შევქმნით აქ თუ არ გაიცნობ ღმერთს, ეს იქნება შენი მამოძრავებელი მოტივაცია იმისა, რომ იქ მიხვიდე. აქ გაცნობილი დედამიწაზე,
ყოფობითი საქართველოსდან ზეციურ საქართველოში გადასვლა სწორედ ეს არის. აქ თუ არ იპოვე ღმერთი, აქ თუ არ ნახე შენი იერუსალიმი, აქ თუ არ ახარ შენი ისრაელი, მე ვიხილე ღმერთი, ეს არის სწორედ мотиваცია უმთავრესი, რომ იმის ნახვა მინდა, ვინც ეს მომცა, ჩემი სული, ჩემი სამყარო, ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები და დედმამიშვილები და ასე შემდგომ. მისი ნახვა მსურს და აქ ვიცნობ და იქ მინდა რომ მის წინაშე წავსდგე. შიშით, გრძალულებით, სიყვარული და რა თქმა უნდა იმედით. და ორი რამეა მთავარი, სინანული და მადლიერება. ეს არ მოგვიშალოს უფალმა. ვადლობთ მამა დავით მომბრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის, განხილვისთვის. ბანკი შეგახსენებთ, სტუდიის სტუმარი გახდათ ფარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკირი.